მაგათიეთ ყველა მწუთი უხამსობა განეკარა. დიონისე იცით რა? ოცნება რომ ახდება. ახლა იმას მოგახსენებთ სენის მიღმა რაც ხდება. უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ალბათ ყველას დაიგონია. თუკი ნაკლი არ არის, ესეც ნაკლიაო. ხოდა უნაკლო არც ჩვენი თეატრის საფრთხო ხელმძღვანელი და რეჟისორი თაკო სამხარაძეც არ გახლავთ. თაკოს ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ეშლება სახელები. ის რომ შალვა ბრეგვაძეს ბეჟანის ეძახის არ გვიგებს. შალვა შედარებით ახალიკო კაცია ჩვენს დაში, მაგრამ ლუკა კიკვაძეს, რომელიც თეატრის დაარსების დღიდან დასის თეორია და პრაქტიკულად თაკოს ხელშია გავლილი, დღემდე ლაშას რო ეძახის, ცოტა არ იყოს გასაკვირია. თუმცა ამას შეჩვეულები ვართ. მე პირადად მაგალითად თაკო თუ მე მიყურებს, ესეთი მე მომახავს. და არ ვაქცევ ყურადღებას მამუკას დამიძახებს, ამბაკოს თუ კირილეს. თავადია აგრაფინა მინადოლა არ დამიძახოს. თაკოს ხშირად ეშლება გვარებიც. მაგალითად ნატალია გოგუაძის მაგდა ნატალია გოგუაშვილი გამოაცხადა. ერთ-ერთ აფიშაში ჩემი გვარი ხაჯერიას მაგდა ჯიქია დაწერა. რომ უთხარი შეცდომა ამეთქი, როგორ თქვენ ჯიქია ახართო? წამით მე დავაეჭო ჩემს გაჯერიობაში. თაკოს ხშირად ეშლება ასაკის. ეხლა რა მოხდა მეეო ბევრ ადამიანს სამოხარი ასაკის ეშლება. თუ გააჩნია ვისი ასაკის ეშლება და რამდენი. ერთ-ერთ ინტერვიუში თაკო სამხარაძე აცხადებს სიამაყი. ჩვენი დასის უხუცესი წევრი 80 წლის გახლავთ. საუბარი იყო მელია ზალოშვილზე, რომელიც ამ ინტერვიუდან 3 წლის მერე გახდა 70-ის. ერთმანეთთან დაწყობს 80-ამდე კიდე მეურვეობია. არა, ყველაფერი გასაგებია სახელის შესწავლა, გვარისაც, ასაკისაც, მაგრამ სქესი რა დღეში ვარ. მივდივარ ერთხელ რეპეტიციაზე, ცოტა ადრე მივედი თაკოსთან საქმე და შევიხედე კაბინეტში თაკო უცხო ადამიანს ელაპარაკება. ილოვიანი კაცი ვარ, ვიდეოსამდე კარები გამომხურე და გამოვიდი მოსაცდელში, ბავშვებს მოგმოდილებს შრომებთან გავდები. ცოტა ხანში გამოვიდა ეს უცხო ადამიანი, დაფუძნდება წავიდა და მესმის თაკოს ხმა. ქალბატონო მამუკა მოვძახი თუ შეიძლება. დაუბრაზი. და ხან ცოტა არ იყოს დაუბრაზი. თუ რაზე დაუბრაზი, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებ. არ გეგონოთ ამ იმისთვის ამოვედი, რომ ხოლმე თაკოს ნაყრზე ვისაუბრო, თაკოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, ყველას ვერ ჩამოვთვლი, გარდა იმისა, რომ ულამაზესი და უნიჭიერესია, ამავე დროს არის ძალიან სამართლიანი და პირდაპირი. თუ რამდენად პირდაპირია, ახლა მაგალითს მოგახსენებთ. მიმდინარეობს ჯერობა ერთ-ერთი სპექტაკლის შესახებ და ითქვა, რომ ამ სპექტაკლის მიმდინარეობის პერიოდში სცენაზე უნდა იყოს 2 ფოტოსურათი გადიდებული. ერთი ხანში შესული მამაკაცის, მეორე შედარებით ახალგაზრდა მამაკაცის. ანა კილაკოშინა თქვა, ხანში შესული მამაკაცის ფოტოს მე მომიტანო და ახლა ხუმრობით თუ ნახევრად ხუმრობით დაამატა. გადავუღოთ მამუკას მეორე სურათი, გავაჯიდოთ და 2 სურათი გვექნებაო. ამაზე თაკოს სქენის სერიოზულობით პასუხობს. არა, მამუკა არ გამოგვადგება, ფოტოზე სიმპათიური მამაკაცი დაიწყო. მადლობ, თაკო არ ვიცოდი. ეცქნა, მაგრამ გაუბრაზდი მეთქი იმას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რა სახის კომპლიმენტი არ მივიღია ცხოვრებაში. ხშირად გადაჭარბებული, რომ ვარ უნიჭიერეს, უკეთის შეგვილეს, უგანაკლებულეს. გადაჭარბებულია რა თქმა უნდა, მაგრამ თაკობრაც ყოველას მაინტერესებია. თუმცა არასდროს ლამაზიო ვერვა დამიფაროს სიმპათიური ხარო ის სადაც არ ვიქორჩებს. მაგალითად ჩემი მეგობარი იუნონა რუსიძე ერთ-ერთ ამბობს ჩემზე, მამუკა ნახევრად სიმპათურიაო. ხოლო მეორე მეგობარმა ვერონიკა გიორგაძე აფროდიტე და რა ტელეფონში ჩემს ფოტოებს უცებ წამოვიძახა. უი მამუ, აქედან აკადემიური მიყურები, ოდნავ სექსუალური ხარ.
ოდნავ სექსუალური და ნახევრად სიმპათიური. აი ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც მეგობრებმა ჩემთვის გაიმეორეს. ახლა იმას თუ რატომ დავფიქრდი, როცა თაკომ ხალბატონი მომმართა. ქეთევან ჯანჯარიას ყველა ბევრი თქვენთაგანი ძალიან კარგად იცნობთ. ჩვენი როდას საფუძვლებელი და ხელმძღვანელი და ქალთა ასავს საყოველთაოს ხელმძღვანელი. ხალბატონმა ქეთევან ჯანჯარიამ დაიბარა საყოველთაოს კაბოტონები, კონცენტრისთვის კაბა უნდა შეგიტორო და ზომები უნდა აღიქვეთო. შეიქმნენ დათმულ დროს ხალბატონები ჩვენს ოდაში, ხალბატონი ქეთევან ჯანჯარია უღებს ზომებს და უცებ საიდან მოაბრუნდა და რატომ არ ვიცი. მაგრამ ეს მამუკა სადან ისკაცო? მამუკა არ უნდა მოვიდეს რა. რაშია კაბინეტებთან მამუკა ხალბატონო ქეთევა. ხალხო ქვეყნის მიხარით გაურკვეველი სქესისა რა. მაგრამ რატომ უშუებენ ასეთ შემთხვევას ერთ განათლებას მაინც ყოველდღე. მართალია დიონისოში მამაკაცები ბევრი ვართ, მაგრამ არის ორგანიზაციები, სადაც მხოლოდ ხალბატონები არიან. იგივე ჩვენი ოდა ან რუსუდან ჯარელიცის ლიტერატურული სალონი. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებებთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მათ მიერ ჩატარებულ მონიზმებში მონაწილეობის მიღება მიწევს. უბრალოდ გენერალური თანაფარდობისთვის ალბათ. და წარმოიდგინეთ, ახლა პოეზიის საღამო ან წიგნის პრეზენტაცია, სადაც 15-20 ხალხი და ერთადერთი მამაკაცი ვარ მე. შესაბამისად ფოტოებიც მეწირად ხალბატონების გარემოცვაში უნდა გადაღებული. ამ ფოტოებს რომ შედარებით ჩვენს ახლობლებში, ჩემი ახლობლების სოციალურ ქსელებში მეკითხებია ხოლმე. სულხანებთან როხა ერთ კაცი არ არის თქვენთანო. როგორ არა ვეუბნები? არის კიდევ ერთი კაცი და იზრდებს ფოტოებში. ერთ-ერთი ასეთი ხალმორავალი ღონისძიების მერე გაიმართა ასეთივე ხალმორავალი სუნდა. გაგიკვირდება და მე ვარ თანადა. აქვე რადგან თანადობაში ჩამოვარდა საუბარი, ერთ განცხადებას გავაკეთებ, გახსნილი მათ სერვისი თანადა დაბადიჟებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ სერვისით. შეყვას და სიმღერას მომთხოვთ ახლა. ამ ბოლო დროს დალევაშიც თარცაამაყოდ ვერ მაქვს საქმე. დანარჩენი აგერევარ ნუს დაგიგებდებათ მუსიმედი, ხომ დაგირეკოთ, ჩემი ტელეფონის ნომერია 690-35-11, ბოლოს არის ციფრი საიდუმლოა. დაუბრუნდეთ ისე სუფრას, თამადება რომ ვამბობ მანდილოსების საფერწეროს, მინდა ყველას ორი სიტყვით მოვესიყვარო, მოვეფერო, კომპლიმენტი უთხრა. აქვე არის ჩემი მეგობარი ხათუნა ბოგრაჭივიც. ხათუნას თუ არ დავტოვოთ უყურატებო. თვალებით ვეძებ ხათუნას და ამ დროს ხათუნა აია ასე ხალილი ჩანთაში რაღაცას ეძებ. ალაგიდე თვალები გავაგზავნე საფრთხეზე რომ მომიხედე იგივე პოზაშია ხათუნა. კიდე გავაგზავნე საფრთხეზე რომ მომიხედე ხათუნა ისევ ეს მოშველია ჩვენსკენ ყველაფერი. რამდენად უნდა გამიჯანებინა საფრთხეზე მეუბნები. ხათო მოგრუდი სახეზე უფრო ლამაზი ხარ. დღეს ამით დავამთავრე სხვა დროს იყო სხვაო ახლა კაში დავიკარეთ მე და გავხსნა.